მეგობრებო, ეხლა უნდა ჩავწეროთ ჩვენი თოჯინის, საშა თოჯინის ტანის მოქსოვა და დავიწყოთ. მოგხსოვეთ მარჯვენა ფეხიდან 2 ჰაეროვანი თვალი და მივაბით მარცხენა ფეხი. ეხლა უნდა მოგხსოვოთ 20 თვალი. 2, 1 ჩავამაგრეთ უკვე 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19, ეხლა აქ რომ ნასურეთი არ გაიგეთოს მეგობრებო, სამივე ერთად ესე ამოგხსოვოთ. ეხლა ვართ ჯაჭვზე, ჯაჭვზე 2 თვალი მოგხსოვოთ. ჰაეროვან თვლებზე ვართ. ერთი და ესეც გაცრავად 2 თვალი მოგხსოვეთ. ესეც 2 თვალი. ეხლა მოგხსოვოთ ისევ 20 თვალი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და 2 თვალი ისევ ერთად ჰაეროვან თვლამდე, ნახოთ ნასურეთები არ გქონდეს, 20 გავაკეთეთ. ისევ ჰაეროვან თვლებზე 2 თვალი და მარკერი აქ დავამაგროთ. გადავიდეთ მეორე რიგზე. მეორე რიგზე 9 თვალი მოგხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვოთ. ერთი ნამატი გავაკეთოთ.
20 თვალი მოგსოვოთ. მოგსოვოთ 20 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგსოვეთ 20 თვალი, 1 ნამატი მოგსოვოთ. 1 ნამატი. და 13 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 და 13. მეგობრებო, სულ გამოგვივიდა 46 თვალი. ეხლა მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 7 რიგი 46 თვალი უნდა მოგსოვოთ. მოგსოვოთ დამოუკიდებლად 7 რიგი 46 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მოგსოვეთ 7 რიგი 46 თვალი. გადავდივართ მეათე რიგზე. მეათე რიგზე 8 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 უკაცრავად 5 6 7 და 8. ერთი თვალი ჩავაკლოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 2 თვალი მოგსოვოთ. 1 2 ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. 4 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. 10 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. ასე. 3 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 ერთი თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. და ბოლოს 3 თვალი მოგსოვოთ. 1 2 და 3. სულ გამოგვივიდა 40 თვალი. გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11 რიგზე 7 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5
6 და 7. 7 თვალი მოგსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 1 თვალი მოგსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 3 თვალი მოგსოვოთ, 1 2 3. 1 თვალი ჩავაკლოთ. 9 თვალი მოგსოვოთ, 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოგსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. აი ასე. 2 თვალი მოგსოვოთ, 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოგსოვოთ, 1 2 3 და 4. 4 თვალი ჩავაკლოთ, 4 თვალი მოგსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. და ბოლოს 2 თვალი მოგსოვოთ, 1 და 2. აი ასე. სულ გამოგვივიდა 34 თვალი. გადავდივართ მე-12 რიგზე. მე-12-დან 23 რიგამდე 12 თვალი უნდა მოგსოვოთ 34 თვალი. 34 თვალი 12 რიგი უნდა მოგსოვოთ. მოგსოვოთ დამოუკიდებლად 12 რიგი 34 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი თოჯინის ტანის მოხსობა. 12 რიგი მოგსოვოთ 34 თვალი და ახლა უნდა შევაერთოთ უკვე კლავები. მოგსოვოთ 9 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. ჩემ თოჯინაზე 9 თვალი უნდა. ესე გაასწორეთ მეგობრებო. 3 თვალზე უნდა გაკეთდეს ხელი, აქეთ იქით და 1 თვალი შუაში რომ დარჩეს, ასე გააკეთეთ. ეხლა ავიღოთ ერთი ხელი. აი ასე. ბამბას არაფერს არ ვდებთ ამ ხელში, ცარიელა სულ ჯერჯერობით და 3 თვალზე გვსოვთ. ჯერ კლავში უყრით აი ესე შიგნიდან პირველ თვალში, შემდეგ მეორე კლავთან ერთად 1 თვალი უკვე ამოვხსოვეთ. მეორე თვალს ვაკეთებთ, 1 თვალი კლავში შიგნითა მხრიდან, მეორე ტანში 2 თვალი. მესამე თვალს ვაკეთებთ ისევ კლავში შიგნიდან, აი ასე შიგნიდან, მესამე თვალი ასევე ტანიდან. აი ასე. 3 თვალით ჩავამაგრეთ. ეხლა 13 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3
4 5 6 7 8 9 9 10 11 12 და 13. გავასწოროთ ახლა, სწორი მოვიდა თუ არა ჩვენი მეორე მკლავი. ძალიან წინ ხომ არ მოდის 1 2 3 13. ავიღოთ მეორე მკლავიც. ერთი თვალი შიგნით მხრიდან მკლავიდან ვიღებთ, მეორეს ტანიდან. აი ასე. ერთიც მეორე თვალს ვიღებთ ტანი მკლავიდან. მეორე თვალს ვიღებთ ტანიდან. მესამე თვალს ვიღებთ ტანიდან. მესამე თვალს ვიღებთ ტანიდან, მკლავიდან და ტანიდან. სამი თვალი ამოვხსოვთ. ახლა დავდოთ აბა სწორედ თუ არის, რომ დაღრეცილი ტანი არ გამოგვივიდეს. სწორია. აი ასე. 13 თვალი მოვხსოვეთ, 3 თვალი შევაერთეთ. ბოლოში მოვხსოვოთ 6 თვალი. აი ასე. 1 2 3 4 4 5 და 6. გადავდივართ მეორე რიგზე. აქ ისე 34 თვალია მეგობრებო. 9 თვალს ვხსოვთ. 1 2 3 4 5 6 6 7 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვოთ. 7 თვალი კლავიდან მოგხსოვოთ. 1 გაიზარდა ჩვენი თოჯი და უკვე ძნელია მაგიდაზე მოგხსოვა. 2 3 4 5 5 6 და 7. 7 თვალი მოგხსოვეთ მკლავიდან. 13 თვალი მოგხსოვოთ წინიდან. მოგხსოვოთ 13 თვალი და შევხვდეთ მეორე მკლავთან. მოგხსოვეთ 13 თვალი, ეხლა მკლავიდან ისევ 7 თვალი. 1 2 3 3 4 5 6 და 7. აი ასე. და 6 თვალი მოგხსოვოთ. 1 2
2 3 4 5 და 6 სულ გამოგვივიდა 42 თვალი. გადავიდეთ მესამე რიგზე. მესამე რიგზე ვართ, მესამე რიგზე 8 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 8 თვალი მოვგზავნით. ერთი ჩაკლება. ჩაკლება როგორ? ერთს ტანიდან მიიღებთ თვალს, წინა თვალს, მეორეს მკლავიდან. და გამოგზავნოთ, ჩავაკლოთ ერთი თვალი. 5 თვალი მოვგზავნოთ მკლავიდან. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოვგზავნეთ. ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. ერთი მკლავიდან, ერთი ტანიდან. ეხლა მოვგზავნოთ 11 თვალი. მოვგზავნოთ 11 თვალი მეორე მკლავამდე და გავაგრძელოთ. მოვგზავნეთ 11 თვალი. ეხლა ისევ ერთი თვალი ჩავაკლოთ. ერთი ტანიდან, ერთი მკლავიდან. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 5 თვალი მოვგზავნოთ მკლავზე. 1 2 3 4 და 5. ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. აი ასე. მოვგზავნოთ 5 თვალი. 1 2 3 4 და 5. აი ასე. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 7 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოვგზავნოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 და 4. ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. 10 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9
10. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 და 4. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 5 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოვხსოვეთ. ბოლოში დაგვჭა სულ 34 თვალი. გადავდივართ მეხუთე რიგზე. გადავიდეთ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 3 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 თვალი მოვხსოვეთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 თვალი მოვხსოვოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოვხსოვოთ ისევ. 1 2 3 4. ერთი თვალი ჩავაკლოთ ისევ. 2 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 ერთი თვალი ჩავაკლოთ. 5 თვალი მოვხსოვოთ. უკაცრავად 4 თვალი მოვხსოვოთ ისევ. 1 2 3 4. ერთი თვალი ჩავაკლოთ. და ბოლოს 5 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 თვალი მოვხსოვოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. სულ დაგვჭა 28 თვალი. ეხლა მეგობრებო, ტანი კლავები არა, ტანი კარგად შევავსოთ, გულმკერდი კარგად გავავსოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, ესე კარგად გავტენე, კლავები ისე მაქვს. ეხლა ერთი რიგიც მოვხსოვოთ და შემდეგ უკვე დავუყენოთ შნური, მოძრავი ხელები და კისერი რომ მყარი გქონდეს. 5 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოვხსოვოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. ერთი თვალი. ეს პროცედურა სულ 4 ჯერ უნდა გავაკეთოთ რიგის ბოლომდე. გავაკეთოთ რიგის ბოლომდე 5 თვალი და ჩაკლება და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, 5 თვალი და ჩაკლება მოვხსოვოთ 4 ჯერ, დაგვრჩა 24 თვალი. ეხლა უნდა ჩავაყენოთ აი ესეთი კაბელი მაქვს, შეგიძლია ელექტროკაბელიც იყიდოთ, ჩემი მეტრადა 1.5 მილიმეტრია სიგანე. და ეხლა
ჩავაყენოთ აპარატურა. ესე მოვღუნოთ, რომ ბავშვებს არ შეერჭოთ თავი. ამას მე სკოჩს გადავაკრათ, მაგრამ ჯერ უნდა გავზომოთ. ეს რა გავაკეთე. გაცრავად. ესე მეგობრებო, ესე მოვღუნოთ. ესე ჩავატაროთ კლავში. აი ასე, გავასწოროთ კარგად. დაახლოებით უნდა ვიანგარიშოთ წყლის სიგრძეც. აი ასე. სიმაღლეც უნდა ვიანგარიშოთ თავის. და ესე მოვუჭრათ. მეორე მკლავიც ესე გავაკეთოთ. აი ამ სიგრძე. თქვენ თოჯინის და კლავის სიგრძე და მასაკენი დაამაგრეთ. მეორეც მოვუჭრათ და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო. აი ესე დაუსკოჩეთ თავები, ქაღალდის სკოჩით შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩავამაგროთ ესე. ხარს აი ასე გავაკეთოთ. ასევე მეორეც ჩავამაგროთ. აი ასე. ესეც მხარი გავაკეთოთ ლამაზად. ხრით. აი ასე. ეხლა მეგობრებო, ბარემ ყელიც გავუკეთოთ. ყელიც გავზომოთ. თავის და ყელის სიგრძე. აი უბიდან დაახლოებით აი ამ სიგრძე უნდა იყოს. მაგრამ ორზე უნდა გადავკეცოთ, აი ასე მეგობრებო. ესეც დავსკოჩოთ. ესეც ესე გადავგრიხოთ. ესეც დავსკოჩოთ, ძირი დავსკოჩოთ. აი ასე. აი ასე. ეხლა მეგობრებო, მუცელი, მაპატიე თოჯინა, ჩაუღრუნოთ მუცელი კარგა საკეცამდე. აქამდე, კარგად რომ თავისუფლად ჩავიდეს. აი ასე, ჩავატაროთ ეს ჩვენი სპიცი, ცოტა მაღალი გამოვიდგა, რომ თავზე გადავკეცავთ მერე. აი ასე მეგობრებო. აი ასე. და ეს სამივე აი ესე შემოვახვიოთ. აი ასე. ეს ძალიან ცოტა მაღალი გამომივიდა. და მერე გავასწორებთ. აი ასე უნდა გავაკეთოთ. ეხლა ესეც დავსკოჩოთ მეგობრებო. მოდი ამას ეხლა მოვაჭრით, თორე ძალიან მაღალი გამომივიდა. აი ასე. ესეც ესე გადავხლართოთ. აი ასე. და ესეც დავსკოჩოთ, რომ ბავშვს თამაშის დროს არ შეეძლოს. ესეც ასე. ეხლა გავაგრძელოთ სოვა. აი ასე. გავაგრძელოთ ქსოვა ეხლა. ეხლა ვართ მეშვიდე რიგზე მეგობრებო. 4 თვალი და ჩაკლება მოვგზავნოთ.
1 1 2 3 4 4 თვალი და ჩაკლება რიგის ბოლომდე 4-ჯერ უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ დამოუკიდებლად 4-ჯერ 4 რიგით სოვა და ჩაკლება. ბოლოს უნდა დაგვრჩეს 20 თვალი. მოგხსოვოთ და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო 4 თვალი და ჩაკლება. ახლა რა მინდა გითხრათ? აქ მეგობრებო პინცეტით ან რამე მით ნელ-ნელა ცოტა ბამბა ჩავაყოლოთ, სილიკონის ბამბა. ცოტა მაკრატლით და ასე შემდეგ. ცოტა შევავსოთ კლავით. აი ასე. მეორე მხარესაც ასევე. პინცეტი არა გაქვთ. გრძელი პირიანი მაკრატლით. მეც საყიდელი მაგ-გრძელი პირიანი პინცეტი ჯობია ყოველთვის და რატომ? პინცეტით არ დაგიზიანდებათ ქსოვილი. და მაგალითად ზოგჯერ ვერ გამოდის ხოლმე და ქსოვილში მომიწევს ხოლმე გარჭობა და ზიანდება ცოტა ნაქსოვი. აი ასე მეგობრებო, ცოტაც აქ ჩავამატოთ გულში, უკან მხარეს. აი ასე. ცოტა უკან მხარეს. ეს. გადავიდეთ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 3 თვალი და ჩაკლება უნდა მოგხსოვოთ. უკვე ძნელია მოგხსოვა მეგობრებო. 1 აი ასე. 2 და 3. 3 თვალი მოგხსოვოთ. 1 თვალი ჩავაკლოთ. 4-ჯერ გავიმეორებთ ეს პროცედურას. 4 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ბოლოში უნდა დაგვრჩეს 16 თვალი. მოგხსოვოთ ერთად 3 თვალი და ჩაკლება და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 4-ჯერ 3 თვალი და ჩაკლება, დაგვრჩეთ 16 თვალი, გადავდივართ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე უნდა მოგხსოვოთ 2 თვალი და ჩაკლება. 1 2 2 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურაც 2 თვალი მოგხსოვოთ და 1 თვალი ჩავაკლოთ. 4-ჯერ გავიმეოროთ. გავიმეოროთ 4-ჯერ, სულ უნდა დაგვრჩეს 12 თვალი. გავაგრძელოთ მეგობრებო. გადავდივართ მე-10 რიგზე. ბოლო იმას გავაკეთებთ.
მე-13 რიგამდე 4 რიგი 12 თვალი მოვგზავნოთ. მოვგზავნოთ 4 რიგი 12 თვალი და ჩავამთავროთ, მოვწყვიტოთ ძაფი. ასეთი გამოგვივიდა ჩვენი ტანი. მოვგზავნოთ 4 რიგიც და შემდეგ ვიდეოში უკვე თავი მოვგზავნოთ.